ეს თავსატეხი ერთი შეხედვით ძალიან მარტივია, თუმცა ასე ნამდვილად არ არის. დათოს სურს კლუბში შესვლა, თუმცა ამისთვის საჭიროა პაროლი. მან კი პაროლი არ იცის. ამიტომ დათო იმალება შესასვლელთან ახლოს და ყურს უგდებს კლუბში შემსვლელებისა და დაცვის საუბარს, რათა გამოიცნოს პაროლი. როცა კლუბის წევრი მოდის, დაცვა ეუბნება 2, ხოლო ის პასუხობს 3 და თავისუფლად შედის კლუბში. სხვა კლუბის წევრი მოდის შესასვლელთან და დაცვა ეუბნება 3, ხოლო ის პასუხობს 4 და შედის. დათო ფიქრობს, რომ მან ძალიან მარტივად გაიგო პაროლი და მიდის დაცვასთან, რომელიც ეუბნება 4. დათო კი პასუხობს 5, მაგრამ დაცვა მას კლუბში შესვლის უფლებას არ აძლევს, რადგან პაროლი არასწორია. რა პრინციპით მოქმედებს პაროლი და რა იქნება ის დათოს შემთხვევაში? პასუხი: დათოს უნდა ეთქვა, თუ რამდენი 100-სგან შედგება დაცვის მიერ ნათქვამი სიტყვა. მაგალითად 2, ეს სიტყვა შეიცავს 300-ს, ამიტომ კლუბის წევრი პასუხობს 3. დათოს ამ ლოგიკით უნდა ეპასუხა 4, რადგან 4 შედგება 400-სგან.